ხო, ადამიანის შემთხვევაში ახლა რა ხდება? აი, სწავლის პროცესი თავისთავად გულისხმობს ჯანსაღი კონტაქტის სტილს. რადგანაც რა ხდება, ხო? მე და ჩემი მასწავლებელი, ამ პირიქით მე და ჩემი მასწავლებელი თან ხვდებით, კონტრაქტს ვდებით. ეს კონტრაქტის ფაზა ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია. შეთანხმება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არის ცხადი. გასაგებია რა უნდა გავაკეთოთ. აი ტოქსიკური კონტაქტის შემთხვევაში ერთ-ერთი გამოწვევა რაც არის, სიცხადე აკლია კონტაქტს. არ ვიცით რა ხდება. მეგობრები ვართ, არ ვიცით. შეყვარებულები ვართ, არ ვიცით. პარტნიორები ვართ, არ ვიცით რა ხდება. რაღაცა ხდება. ორი ადამიანია რაღაც გაუგებრობაში ღმერთმა უწყის. ორი ან მეტი. აი სიცხადე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კონტაქტის აქ პირდაპირ მოცემულია. შემდეგ მიდის ჯანსაღი შეთანხმების და კონტრაქტის გზაზე სწავლის პროცესი, ხო, თავის ფრუსტრაციით და თავის ჯილდოს განცდით, რომელიც ნამდვილია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ორნაირი ჯილდოს განცდა, ესეც ნეირომეცნიერულად არის დამტკიცებული.